როდესაც ზემოთ დიდხანს იყურები გეჩვენება, რომ ეს კაცხისვეტი მიცურავს და არა ღრუბლები. აქაურობისთვის უჩვეულოდ ქარიანი ამინდია, თუმცა აქ მოღვაწე ბერებისთვის და მორჩილებისთვის ღვთის მიერ ნაჩუქარი კიდევ ერთი ჩვეულებრივი დღეა. კაცხის მამათა მონასტერში ძლიერი ქარი მთელი დღის განმავლობაში ქროდა. ამინდი კი 10 ჯერ მაინც შეიცვალა. ხან მზე იყო, ხან თავსხმაწვიმა და ხანაც სეთქვა. ჭირს მხოლოდ მაშინ, როდესაც შინაგანი ერთობა ირღვევა და რაღაც ეს განსასწრელი სულში თვითონ როდესაც პიროვნულად რაღაცა ესეთი წუხარე მდგომარეობაში არის ადამიანი, მაშინ ცოტა რთულია. კაცხისვეტი ასკეტური მოღვაწეობისთვის ქრისტიანებმა ადრევე შენიშნეს. კირქვისვეტის ძირში ამოკვეთილი ბოლნური ჯვარი მე-5-მე-6 საუკუნეებისაა. მე-16-მე-17 საუკუნეებიდან კი აქ ბერების ცხოვრება წყდება. მამა ილარიონ კვირიაშვილი გასულ საუკუნეებში სვეტზე მცხოვრები, სავარაუდოდ უკანასკნელი ბერის საძვალეს ფოტოებზე გვიჩვენებს. ბერის გარდაცვალების მისეულ საეკლესიო ლეგენდასაც გვიყვება. როდესაც ესეთი დიდი სულიერი მოღვაწე მამები ხშირ შემთხვევაში წინასწარ ხდებოდნენ თავიანთი გარდაცვალების დღეს და ემზადებოდნენ საგანგებო სიკვდილისთვის. ზოგი იყო რომ 3 დღით ადრე გაიგებდა, ზოგი შემდგომ მოძღვრავდნენ თავის სამწყსოს სულიერ შვილებს და ესე ღვთის შესახვედრად ესე ემზადებოდნენ. ბერმონაზვნები კაცხისვეტთან 90-იანებში დაბრუნდნენ. მამა მაქსიმე კაცხის მონასტრის პირველ მოსახლე ლოცვაზე დგას. ჟურნალისტებთან ინტერვიუს კურთხევა არ აქვს და ამიტომაც ლოცვის შემდეგ მდუმარედ გვტოვებს. ამბობენ, რომ თავდაპირველად მამა მაქსიმე სვეტის ძირში აშენებული აკლდამის შიგნით ცხოვრობდა. აკლდამაში სვეტის ძირას შემთხვევით ნაპოვნი ადამიანების ძვლებია დასვენებული. ამ ადგილზე ადრე იდგა 2 დიდი ცაცხვის ხე და შემდგომ ეს ხეები ქარმა წააქცია. და ფესვებიდან გამოჩნდა, ფესვებში გამოჩნდა ადამიანის ძვლები. და ვარაუდობენ, რომ ფიქრობენ, რომ ეს იყო ადგილი, სადაც განისვენებდნენ აქ მოღვაწე მამები. ხესკიბები ადის, ახლა იქ როგორც კი მოუხვით, იქ არის პატარა ესეთი გამოქვაბულივით და იქ არის უნებრივი გამოქვაბულივი და იქ არის სანთლის დასანთელი. ადიან ადამიანები იქ ლოცულობენ სანთლის. როგორც ვთქვი, ქალბატონები, რომლებსაც ზემოთ არ უშვებდით. რომელსაც ზევით არ უშვებდით, ახლა მამაკაცებიც, რომელსაც ახლაც აღარ უშვებთ ზევით რა. ეხლა ზემოთ აღარც მამაკაცები და აღარც დედაკაცები აღარ არიან. რატო? ზევით ახლა როგორც წევა აუნიშნელ მამები ცხოვრობდნენ ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, ღვაწლით, თავდადებით და მაქსიმალური თავის მოზღუდვით. თანასაფრთხოებას და პატრიარქმა აკრძალა. ქვის 40 მეტრიანი სვეტი, მცირე ქვაბული მომლოცველებისთვის სანთლის დასანთებად, სარკოფაგი, სიმონ მესვეტის სახელობის ეკლესია, სტუმრების საცხოვრებელი და პატარა მუზეუმი, რომლის ქვეშაც სატრაპეზოა. უკან კიდევ ბერების კელიებია. აი სულ ეს არის კაცხის მამათა მონასტრის მატერიალური ავალდიდება, თუმცა მისი ნამდვილი ფასი სულ სხვა ერთეულებში გამოიხატება. მამა ილარიონი მესვეტეობის განსაკუთრებული ღვაწლის შესახებ საუბრისას ერთ-ერთი ასურელი მამის ანტონ მარტყოფელის საქართველოში ცხოვრებას იხსენებს. ირემი მიდიოდა მასთან და ირემის მიქონდა საკვები, ძე და ყორანს მიქონდა პური. და ოთხშაბათი და პარასკევი ირემი არ მიდიოდა და მარხვის დღეებში. აი ესე ზრდიდა ღმერთი თავის, ასე ვთქვათ, ძაფებს ის ხალხს. ძალიან ძნელია ადამიანის გონებისთვის ამის დატევნა ძალიან ძნელი და გააზრება შეიძლება ითქვას ძალიან ძნელია.
თქვენთვის მოუდანია როდესაც მეირებს სან ბოცვერს ან რაღაცას რავენ. მამა ილარიონი მე-9 წელია ბერულ ცხოვრებას ეწევა და 9 წელიწადი მესვეტეებს და მათი მოღვაწეობის ადგილებს უკავშირდება. 4 წლის განმავლობაში კახეთში ანტონ მარტყოფელის მიერ დაფუძნებულ მარტყოფის მონასტერში ცხოვრობდა. ბოლო 5 წელიწადია კი აქ კაცხის სვეტის ძირას საქმიანობს. ახლა მონასტრის კეთილმოწესია, ერთგვარი მენეჯერი. მესვეტეებს ჯერჯერობით მხოლოდ ქვემოდან უყურებს, თუმცა მესვეტეობაზე უკვე უფიქრია. მაგალითია ჩემთვის მათი ცხოვრება და აი ამ მაგალითს მივყვები ღვთის მადლით შეწევნით რაღაცა მათი არსებობა ჩემთვის დიდი შურს ვერ ვიტყვი, უფრო შური შეიძლება უფრო არა შური, იმიტომ რომ რა გზაც მათ გაიარეს იმ გზის გავლა შეგვიძლია ჩვენს თუ მონდომება იქნება და შეგვეწევა უფალი. სოფელ კაცხის ყოფილი მასწავლებელი 65 წლის ზურაბ კაპანაძე კაცხის ეკლესიის წინამძღვრების შთაომავალია. მიუხედავად იმისა, რომ 1950 წელს საბჭოთა კავშირში სტალინის სიკვდილამდე 3 წლით ადრე დაიბადა, მათ ოჯახში ქრისტიანულ მემკვიდრეობას აუგად არავინ იხსენიებდა. სოფელში 1000 გვარი ჭორი და მithქმა-მოთქმაც იყო, მაგრამ ზურაბ კაპანაძის თქმით იშვიათი იყო ოჯახები, რომლებმაც შვილების მონათვლაზე უარი თქვეს. რწმენა მაინც იყო. ნათლობას მაგალითად ყველა ოჯახში მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შევიწროება იყო, ყველა ოჯახი ნათლავდა თავის ბავშვებს. არც ერთი ბავშვი არ არის, 1-2 ოჯახია ისეთი, სადაც ბავშვი არ მონათლულა, გაქანებული კომუნისტები იყვნენ ის ოჯახები. სტალინი და კომუნისტები ისტორიას ჩაბარდნენ. ბავშვები კაცხის სვეტთან ახლა უკვე თამამად და ყველას დასანახად მოჰყავთ. კაცხელ ბაზღაძეებს პირველი შვილის 3 თვის ავთანდილის მონათვლის უამინდობის გამო გადადება არც კი უფიქრიათ. ნათელს იღებს მონახვის ავთანდილი, სახელითა მამისათა, ამინ, დაძისათა, ამინ, დაწმისათ ვინდისათა, ამინ, გაზდა.